გიგი პიანომენი უკრავდა თქვენთვის, დიდი წარდგენა რა თქმა უნდა მას არ ჭირდება. დიდი მადლობა ამისთვის, ეს ქართული სიმღერის მოტივზე აგებული თავისებური იმპროვიზაცია გახდათ. ოღონდ სევდიანები ნამდვილად არ ვართ. ხო, ასე პირიქით სასიხარულოდ გვაქვს საქმე და ქალბატონი თამარ ლიჩელიც შემოგვიერთდა პიანისტი, რომელიც ძალიან კარგ თემასთან დაკავშირებით მობრძანდნენ ჩვენთან და უნდა ისაუბრონ იმ ფესტივალზე, უბრალოდ იმ კონცერტების სერიაზე, რომელზეც ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები ქვია. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრებისთვის. როგორ მიმდინარეობს ეს ამბავი, როდის დავიწყებთ, რა გვაქვს გეგმებში, ვიცით რომ ეს მხოლოდ თბილისში არ იქნება, არამედ რეგიონებსაც მოიცავს და გვაინტერესებდათ. პირველ რიგში მინდა ჩვენი მაყურებელი დავპატიჟო ხვალ კონსერვატორიის მცირე დარბაზში შვიცაძე. ეს გახლავთ კონცერტების სერიის ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების გახსნა და ძალიან ისე საზეიმოდ ვგეგმავთ ამ გახსნას, იმიტომ რომ ქართველი მსმენელისთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი შემსრულებლები და კომპოზიტორები მოიყრიან თავს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს გადავუხადო. ეს გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და რასაკვირველია ჩვენი სახელმწიფო კონსერვატორია. ქალბატონ თამარ, დღეს არის თამარობა, გილოცა, მნიშვნელოვანი დღეს ქართველებისთვის და სრულიად საქართველოსაც ულოცავ. გიგისთან გადავალ კითხვით, თუ შეიძლება თბილისში მეტნაკლებად უფრო განებივრებული ვართ ხო კლასიკური მუსიკის საღამოებით და რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონებში ასეთი საღამოების ჩატარება პოპულარიზაციის. პირველ რიგში მე თათას წამოწყება არის ეს მართლა უნიკალურია, იმიტომ რომ როდესაც გიწევს იქ ყოფნა და ხვდები როგორი პუბლიკაა, როგორ უყვართ და როგორ უსმენდნენ და იმასაც ხვდები როგორ აკლიათ. აი ყველაზე დიდი საჩუქარია და აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი და მე მგონია რომ წელს ეს განვითარდება და რაც დრო გავა უფრო მეტი ჩართულობა. მე თვითონაც დიდი სიამოვნებით დაუკრავდი ყველგან, რაც აი შევამჩნია რომ ძალიან უყვართ და ძალიან დაინტერესებულები არიან. ამიტომ
ძვირფასი საქმეა აუცილებლად. საბედნიეროდ აი ჩვენი მხარდამჭერების წყალობით შესაძლებელი გახდა რომ ძალიან მასშტაბური გავხადოთ ეს პროექტი, შარშან წამოვიწყეთ და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა მართლა აი გიგი უკრავდა დამეთანხმება ვერ ეტეოდა ხალხი დარბაზში ისე გამახარა ამან ვერ წარმოიდგენთ ძალიან დიდი იყო ინტერესი და წელს უკვე აი როგორც თქვენც აღნიშნეთ რეგიონებში და დეკემბრამდე გაგრძელდება ესე იგი ჩვენ ჩავალთ თელავში 5 დეკემბრამდეა 5 დეკემბრამდე ხო საინტერესოა რეგიონები ქალაქები დიახ თბილისის გარდა ჩვენ გვექნება კონცერტები თელავში სენაკში ბათუმში ბორჯომში და ქუთაისში და მომავალში რა თქმა უნდა ვგეგმავთ რომ შეძლებს დაგვარად საქართველოს ყველა სხვა დანარჩენი ქალაქი და რეგიონი მოვიცვათ ქართული მუსიკით და ქართული კომპოზიტორებით. ზოგადად რა მინდა იცი თქვათ რომ იდეა რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართული კომპოზიტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციაა და გარდა ამისა უნიშნულოვანესი არის რაც დიდი ხნის მანძილზე მაწუხებდა და მოხერხდა ამის განხორციელება საქართველოში მცხოვრები ქართული მუსიკოსების გაერთიანება. საბედნიეროდ აი მართლა ძალიან ბევრი ყავს აგერ გიგი არის მაგალითი და ჩემი მეგობრები ძალიან დიდი წრე არაჩვეულებრივი მუსიკოსებისა, ვინც არ წავიდა საზღვარგარეთ, ან ისწავლა საზღვარგარეთ და დაბრუნდა და აქ აგრძელებენ თავიანთი საქმის ძალიან მაღალ დონეზე კეთებას და ეს მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მუსიკოსების თავმოყრა ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოებების პოპულარიზაცია ამ ნაწარმოებების, რომელიც ძალიან ბევრმა არც იცის საერთოდ შეიძლება პირველად კლასიკური ნაწარმოებები მაგათი კინომუსიკა სიმღერები, მაგრამ კლასიკურ მუსიკას აუცილებლად უნდა დიდი ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვიცი რომ იგეგმება ასევე მასტერკლასები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება მაგალითად. არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დაწუნებული. სიახლეა წელს, გარდა იმისა, რომ რეგიონები დაემატა და სურპრიზად ვინახავდით, მაგრამ მაინც ვიტყვით რომ მე ხوارწამოწდა. ესე გამოაცხადეთ, რომ ბათუმში დიდი ხანია გიგის ელოდებიან და აი სექტემბერში სწორედ გიგის კონცერტით ჩავალთ ბათუმში. და გარდა ამისა სიახლეა ის რომ ბავშვებისთვის, ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის ძალიან ბევრი რამ იქნა გათვალისწინებული ამ პროექტის ფარგლებში. გარდა იმისა რომ ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზრდები ჩვენთან ერთად მიიღებენ კონცერტებში მონაწილეობას, მათთვის ჩატარდება მასტერკლასები, სხვადასხვა შეხვედრები და ლექციები ძალიან საინტერესო თემებზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მათთვის საინტერესო უნდა იყოს და მახარებს ძალიან ეს გიგი შენ თუ დავამატებ რამეს? არა, მე ერთ დავამატებ, რომ პირველ რიგში მადლობა უნდა მოუხადოთ ამ ადამიანს, რომ ძალიან ბევრი წელი უნდა ამის გაკეთება და მე ვიცი და ეს რომ შედგა წინა წელს მართლა ისეთი იყო, რომ აი არ შეიძლება შუბერტი და მოცარტი ჟღერდეს მართლა. თუმცა არაფერს ვერ შით არ შუბერტს ამაზე. ჩვენ სადაც ცხოვრობთ რა სოციუმიც არის, ჩვენ ყავს საბედნიეროდ ის ხალხი, რომელიც კლასიკური მუსიკა, მინდა ხაზი გაუსვა, იყოს პირველ პლანზე და ძალიან პოპულარული. დიახ და ჟანრულად არის ძალიან მრავალფეროვანი, ალბათ ესეც მნიშვნელოვანია. მოდით, მოკლედ როგორ ვთქვათ პროგრამაზეც, ვთქვათ, რომელი კომპოზიტორების მუსიკას შეასრულებთ და დაუკრავთ ნაწარმოებებს. იცით რა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ეს კლასიკოსი კომპოზიტორების ის ნაწარმოებები შესრულდება, რაც იცის მსმენელმა, ცხადია გვექნება პრემიერებით 15-ში ერთ-ერთი, შემდეგ 23-ში, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად, ძალიან საინტერესო კონცერტი, სადაც მე, დავით ალადაშვილი, ლიზი რამიშვილი და ბატონი თემურ გუგუშვილი, ჩვენი სიამაყე საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად წავსდგებით. აქ გვექნება ქალბატონი ნინო ჭანჭყავას საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა, ასევე არჩილ გიორგობიანის ძალიან საინტერესო საორკესტრო ვერსიებით შესრულდება სხვადასხვა ვოკალური ნაწარმოებები და აი მახარებს ის ფაქტი, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი
მადლოვანი გახლავთ სწორედ ის, რომ კარგად ნაცნობ ქართულ კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად ყოველთვის შედგეთ სხვადასხვა პრემიერები და მე მგონი აი ამ პრემიერების გატანაც რეგიონებში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ინიციატივა და ის გადაგვრჩენია დიდი წარმატება გისურვებთ კარტაულია. მეგობრებს გიგის ყველა მონაწილე სამწუხაროდ არ არის იმის დრო რომ ჩამოთვალო, მაგრამ არაჩვეულებრივი მუსიკოსები მე მგონი აფიშაც აჩვენეთ ფოტოების და ძალიან დიდი მადლობა მათ ყველას, იმიტომ რომ ზუსტად ისევე მოეკიდენ ამ ჩემს წამოწყებას, როგორც მე თავად და ძალიან მოგონია რომ ყველაფერი ძალიან კარგად ჩადის და ყველა დიდ სიამოვნებას მიიღებს თქვენი შემოქმედება. უღრმესი მადლობა. ახლა კი ერთ რეკლამასთან დაკავშირებით